სალომე ზურაბიშვილის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რობერტა მეცოლას მიწვევიდან მალევე ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსით ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა და ევროდეპუტატების წინაშე წარსდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ტრიბუნა ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენა. თუმცა ვერც მიმავალმა პრეზიდენტმა და ვერც მისმა პატრონებმა ის ეფექტი ვერ შექმნეს, რაც სინამდვილეში ჩაფიქრებული ჰქონდათ. ევროპარლამენტში 700 დეპუტატის ნაცვლად ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ 70-მდე ევროპარლამენტარი ესწრებოდა. ოპოზიციის რიგებში მყოფი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც აზიანებს. მიმართვა ევროდეპუტატებისთვის მან არჩევნებით დაიწყო. ზურაბიშვილი უკმაყოფილოა იმ არჩევანით, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს რუსულს უწოდებს. სწორედ ამ არჩევნებს უკავშირებს ზურაბიშვილი იმ პროცესებს, რომელიც რუსთაველის გამზირზე 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო. ძალიან მაღალ დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე. რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა იმ დაპირისპირებამ, რომელიც დღეს არის? სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა სამოქალაქო კონფრონტაცია გამოიწვიოს, თუმცა არაფერს ამბობს ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციაში მის როლზე. რას ემსახურებოდა ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში ამ კითხვაზე პასუხს თავად ზურაბიშვილის ცემს და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს და ეს პროცესი არ უნდა გახანგრძლივდეს. კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა მარტივია. დააჩქარებთ ტრანზიციას თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ. ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ევროპასა და მის ღირებულებებს ერთად დავიცავთ. ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისევ საყვედურობს მედიას, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ მაუწყებელს და აცხადებს, რომ ყველა დასკვნა და განცხადება ევროკავშირის მხრიდან მაუწყებლის ეთერში არ ხვდება. პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი დეზინფორმაციას უწოდებს. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არის დეზინფორმაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა. საქართველოს პირველი არხის მიერ გამოქვეყნდა სამივე ქვეყნის რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები, რომლებიც ასევე გაშუქდა 18 დეკემბრის 10 საათიან საინფორმაციო გამოშვება მუამბეში. დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვეტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. ნახევრად ცარიელ დარბაზში ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შინაარსი არ მოეწონა ევროპარლამენტარების ნაწილსაც. ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები ევროსტრუქტურაში არ უნდა კეთდებოდეს, მით უმეტეს, როცა ამ განცხადების ავტორი მხოლოდ ერთი მხარეა. ეს აბსოლუტურად საშინელი მიდგომაა და ეს არის მიდგომა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს ჩვენს მტრებად გარდაქმნის და ჩვენ კი ახალი მტრები არ გვჭირდება. ეს მიდგომა არის აბსოლუტურად უსამართლო. მე არ ვარ მოხარული საქართველოში არსებული სიტუაციით, თუმცა მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების დაწესება ამაზე არასწორი რეაგირება იქნება. ვფიქრობ, უკეთესი პასუხი იქნება სამართლიანი და პარტნიორობაზე დაფუძნებული დიალოგი მთავრობასთან. მე საქართველოში ჩამოვალ იანვარში და იმედი მაქვს, რომ გავესაუბრები ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებულ სიტუაციაზე, რომ გამოვნახოთ გამოსავალი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობას და ქართული ოცნების წარმომადგენლებს კვლავ სურთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლა და კვლავ სურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. აგონიაში მყოფი სალომე ზურაბიშვილის ქმედება არ უკვირს პრემიერ-მინისტრს. მთავრობის მეთაურის განმარტებით ზურაბიშვილს, რომელსაც მხოლოდ ერთი კვირა დარჩა პრეზიდენტად ყოფნის, საკუთარ სკამს ებღაუჭება. სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, რაღაც დარჩა, კვირანახევარი დარჩა თანამდებობაზე. შესაბამისად, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს. მე ესე ადამიანის სკამს იჭიდებოდეს პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ქონდა საკუთარი სკამის მიმართ, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას და შესაბამისად აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერ უგადრებას. ეს არის რეალური შეფასება და დანარჩენი საინტერესო საერთოდ აღარ არის.
ზურაბიშვილისა და რადიკალების მხარდამჭერი ევროპარლამენტარების მცდელობა არ გამართლდა. მიმავალი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც ეს მის მხარდამჭერ ევროპელ პოლიტიკოსებს ჰქონდათ დაგეგმილი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მცდელობა ქვეყანაში ვითარება უფრო დაძაბოს უშედეგოა. გუშინაც ამ ტრიბუნასთან ვილაპარაკე. ერთ-ერთში ისე გაჯდა, როგორც იტყვიან ხოლმე, ოღონდ ერთი განსხვავებით დაგეგმილი ჰქონდათ, რომ რამდენიმე ასეულ 700-მდე დეპუტატს მიიღო მონაწილეობა ამ პერფორმანსში და ჩემს თვლაზე დიდი ამბავი აქვს ხოლმე და კონკრეტულ ციფრებს ალბათ არ დავასახლებ, მაგრამ მაქსიმუმ 100-მდე დეპუტატი იყო, ვინც ამ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მეტი ვერ დაალაგეს როგორც ჩანს, მათი მოლოდინის მიუხედავად მეტი არ იყო ფიზიკურად დარბაზში, არ ვიცი ეს ოლთების ეგრეთ წოდებული ანუ კენჭისყრის წინ ვერ მოხერხდა და სხვა დროს გამოვიდა თუ არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ წინასწარ გქონდა ინფორმაცია მის შესახებ ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილს რა ეგრეთ წოდებული ბენეფიტი სარგებელი უნდა მიიღო მისი ევროპელი მეგობრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვიზეც გავლენა აქვთ მის პატრონებს და დავალების მიმცემებს. ასეც მოხდა. სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული პერფორმანსი ევროპარლამენტში ვერ შედგა. საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს სტრასბურგში ნახევრად ცარიელ დარბაზში დახვდნენ.